მოგესალმები. სათნამ. მე მარინა კვატაია ვარ, არჯან ბაქტიკაურ კუნდალინი იოგას მასწავლებელი. დღეს მე მინდა გესაუბრო მანტრაზე. რა არის მანტრა? რატომ ვიწყებთ კუნდალინი იოგას და ზოგადად იოგას ვარჯიშს? მანტრით რა მნიშვნელობა აქვს მას და რატომ ახდენს ის გარკვეულ გავლენას ჩვენზე იოგას ვარჯიშის დროს? ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო არის ენერგია და მანტრა ეს არის ზუსტად ბგერითი ენერგია, რომელიც არღვევს სივრცეს. ყოველდღიურობაში ჩვენ ხვდებით სტრესს, დაძაბულობას, ნეგატივს, ესეც ენერგია არის. რადგანაც ყოველდღიურობაში ის იმენად ხშირი გახდა, ხანდახან გვიჭირს, რომ თავი დავახციოთ ამ ნეგატიურ ენერგეტიკულ ბირთვს და სწორედ მანტრა არის ის საშუალება, რომელიც შენი ხმის საშუალებით არღვევს ამ ნეგატიურ ენერგიას და შენს გადაგიყვანს ახალ ენერგეტიკულ საფეხურზე. და მნიშვნელოვანია მანტრის სწორად წარმოთქმა, ერთ ჩასულ თქმაზე უნდა გამოთქვა მთლიანად მანტრა, მაგალითად ომ ნამო, გურუდევ ნამო და ეს გეხმარება უკვე, რომ სანამ იოგის ვარჯიშს დაიწყებ, სანამ მედიტაციას დაიწყებ, შენი სხეული უკვე მზად არის იმისათვის, რომ გაარღვევას უარყოფითი ენერგია შენს გარშემო და ამის საშუალებით შენი ვარჯიშიც და მედიტაციაც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. წარმატებებს გისურვებ. სათნამ.